ვარ მარიამ ჭალიძე 8 წლის. ვსწავლობ მე-14 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ცეკვა და ხატვა. უფრო მიყვარს ხატვა და ჩემთვის სწავლა. მე ვიცი სახლის ხატვა, ყვავილების ხატვა, მთების ხატვა, ხეების ხატვა მიყვარს ძალიან და ასევე ვიცი მზის ჩასვლის ხატვა. რამდენიმე თვე დავდიოდი ხატვის წრეზე. მე იმიტომ გამოვედი, რომ მომწყინდა და სახში უფრო ვერთობი ხატვით. ყველაზე რთული ჩემთვის არის წიწილას რო ვხატავ რა, ეგ ხატვაზე რო დავდიოდი, წიწილების დახატვა მიჭირდა ძალიან. ყველაზე ადვილია ხეების დახატვა. ჩემი საყვარელი ფერი არის იასამნისფერი და შავი არ მიყვარს. იმიტომ რომ მუქი ფერია და არ მომწონს, როდესაც ვიყენებ მაგ ფერს. ჩემს ნახატებს აგროვებ და ახლა მაქვს 20 კარგი ნახატი. ერთი გამომივიდა ყველაზე ლამაზი. მაგ ნახატზე ხატია მინუდორში არის ყვავილები და მზე. ყვავილებიდან მე ვგავარ იას, იმიტომ რომ ჩემსავით საყვარელი და ლამაზია. ადრე ხშირად ვყიდდი ჩემს ნახატებს, ახლა კი იშვიათად. გამოფენას ვაწყობდი და ჩემი ოჯახის წევრები ყიდულობდნენ. უმეტესობა გავყიდე სამ ლარად. ყველაზე კარგი მყიდველი იყო მამა ჩემი. სახლში ცხოვრობთ მე, ჩემი დაიკო, დედა, მამა, ბებია და ჩემი ძაღლი. კიდევ მინდა მყავდეს ერთი დაიკო. ჩემი დაიკო არის 14 წლის და ქვია ნინიკო. ეს არის ლამაზი, ჭკვიანი, მხიარული, ხუჭუჭათმიანი და ძალიან მოსიყვარულე. ჩემი აზრით ნინიკო რომ გაიზრდება, გამოვა პილოტი. მამიკო არის ძალიან კეთილი, მზრუნველი და ძალიან მიყვარს. მე ვარ მამიკოს გოგო. დედიკო არის ლამაზი, მზრუნველი, ჭკვიანი და კეთილი ადამიანი. ძალიან მიყვარს დედიკოს გამომცხვარი კექსი. ის საჭმელების გაკეთებაში ჩემს ოჯახში ჩემპიონია ბებია. ბებიას გაკეთებული საჭმელებიდან ყველაზე მეტად მიყვარს ხაჭაპური. ჩემს ნახატებს ყველაზე ხშირად ვჩუქნი დედიკოს. მეც მიყვარს საჩუქრებს რომ ჩუქნიან. თოვლის ბაბუა სულ მოაქვს საჩუქრები. შარშან მაგალითად მომიტანა დიდი ყუთით ბევრი ნივთები. მაგალითად იქ იყო გაზახსნელი სათამაშოები, კიდევ იყო სლაიმი და ესეთი ბევრი რაღაცები. რაც მთავარია იყო ბევრი ტკბილეული. ჩემი საყვარელი ტკბილეულია შავი ბაუნტი. წელს თოვლის ბაბუა მინდა მომიტანოს მოლბერტი. ჩემი აზრით თოვლის ბაბუა არის 52 წლის და მისი სახელია დათუნა. ახლა მინდა ვიყოს 23 წლის, იმიტომ რომ ოქროს დაბადების დღე მაქვს. მაგ დაბადების დღეზე მინდა მაჩუქონ ოქროს ბევრი სანკაულები. ძალიან მიყვარს ჩემი სკოლა, იმიტომ რომ მზრუნველი მასწავლებლები არიან, ბევრ რამეს გვასწავლიან და ძალიან კარგი კლასელები მყავს. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია ელენე მგელაძე. ყველაზე ჭკვიანია ნატალია სარიშვილი. ყველაზე მშვიდი ბიჭი რო იყოს შეიძლება? ყველაზე მშვიდი არის ალექსანდრე მუფთიშვილი. ყველაზე ბედნიერია ელენე ვასაძე. მე ვარ ყველაზე ლამაზი, მეგობრული და ბრანჭია. ზოგჯერ ვიბრანჭები დედიკოსთან ერთად და ეს პროცესი ძალიან მომწონს. რომ ვიბრანჭებით ძალიან მიყვარს მთელი ოჯახი რომ მივდივართ რესტორანში. ჩემი საყვარელი საგანია მე და საზოგადოება. საყვარელი მასწავლებელია ჩემი დამრიგებელი მარინა კერჩხელი. იმიტომ რომ მოსიყვარულია, მზრუნველია, კარგად ხსნის გაკვეთილებს და ლამაზია ძალიან. ჩემი აზრით ძალიან ბედნიერი ადამიანიც არის. ასე იმიტომ მგონია რომ ყოველთვის მხიარული შემოდის ჩვენს კლასში. რო გავიზრდები მინდა გამოვიდე ექიმი. ბავშვობაში მინდა და გამოსულიყავი რაპუნცელი. მე ასევე მიყვარს ცეკვა და 3 წელი ვცეკვავდი ანსამ მთაწმინდაში. თავიდან ყველაზე უფრო გამიჭირდა თითის წვერებით მოძრაობა. ყველაზე ადვილი იყო ტრიალები. ცეკვიდან იმიტომ გამოვედი რომ დრო აღარ მყოფნიდა. ჩემი დროის უმეტესი ნაწილი იხარჯება სწავლაში და გართობაში. კიდევ კარგი მთაწმინდაში ბევრი ცეკვეს სწავლა მოვასწარი. ჩემი საყვარელი ცეკვაა ოსური. საყვარელი ილეთია ეს. ბევრი კონცერტი მქონდა და ყველაზე მეტად მომეწონა იტალიის გასტროლი. კარგადაც გავერთე და კარგადაც ვიცეკვეთ. დიდი ალბათობით მალე აქტიურად დავუბრუნდები ცეკვას.
მიყვარს მულტფილმების ყურება და ჩემი საყვარელი მულტფილმია სტიჩი. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, ჩემი საყვარელი მულტფილმის გმირს გავაჩენდი. ანუ რეალურ ცხოვრებაში გავაცოცხლებდი სტიჩს. სამოგზაურო დიდი სიამოვნებით წავიდოდი პარიზში. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა: მარიამი რომ არ მოერქვას, რა მეერქმეოდა? მე მარიამი დამარქვა მამამ და ეს სახელი ძალიან მომწონს. მაგრამ მარიამი რომ არ მეერქვას, ალბათ მეერქმეოდა ელენე. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას: რა არის მისი ოცნების საჩუქარი? მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარია iPhone 13. ბედნიერება არის, როდესაც დაბადების დღე გაქვს, საჩუქრებს გჩუქნიან და ეს ყველაფერი გსიამოვნებს. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.